ვინც არ იცის, გიზას დიდი პირამიდის გარშემო ბევრი საიდუმლოებაა. ასობით წლის განმავლობაში ისტორიკოსები, ინჟინრები, არქეოლოგები და მეცნიერები სწავლობენ მას, რათა გაიგონ, როგორ აშენდა იგი სინამდვილეში. და აქ რაც უფრო მეც აღმოაჩენენ, მით უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ, რომლებზეც პასუხისგაცემა მაშინვე შეუძლებელია. და ერთ-ერთი რამ, რასაც ექსპერტები მაშინვე ამჩნევენ, არის პირამიდის უკიდურესად მაღალი სიზუსტის დონე. რთული დასაჯერებელია, რომ ეს 4000 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა. მაგრამ რატო დგას ის დღემდე და რატო არის მისი მრავალი ნაწილი თითქმის ზუსტად მორგებული? როცა გიზაში ივლი, დაინახა უზარმაზარ ქვის ბლოკებს, რომლებიც პირამიდების ასაშენებლად გამოიყენეს. ზოგიერთ ადგილას ქვის ზედაპირზე ძალიან სწორი ნიშნები და ჭრილებიც კი ჩანს. ამიტომაც ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ძველი ეგვიპტელები ქვის დასაჭრელად უფრო განვითარებულ მეთოდებს იყენებდნენ, ვიდრე ჩვენ აქამდე გვეგონა. თუმცა არქეოლოგების უმეტესობის თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ მაშინდელ ეგვიპტელებს თანამედროვე მანქანები ჰქონდათ. ამის ნაცვლად მიიჩნევა, რომ ისინი იყენებდნენ ქვისა და სპილენძის იარაღებს, ასევე ქვიშას, რომელიც მათთვის სახეხმასალად გამოიყენებოდა, რათა ნელ-ნელა დაემუშავებინათ მყარი ქვები. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გიზას საიდუმლოება ბევრ ადამიანს იზიდავს, არის სამი მთავარი პირამიდის განლაგება. ზოგი ამბობს, რომ მათი განლაგება გავს ორიონის სარტყელს შემქმნელი სამი ვარსკვლავის განლაგებას. გარდა ამისა, გიზა მხოლოდ სამი დიდი პირამიდით არ შემოიფარგლება. მთელ ტერიტორიაზე არის კიდევ უფრო პატარა პირამიდები, ტაძრები, დერეფნები, ოთახები და მიწისქვეშა ნაგებობები, რაც აჩვენებს, რამდენად მასშტაბური იყო პროექტი, რომელიც ომმა ეგვიპტელებმა განახორციელეს. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ნაწილია ეგრეთ წოდებული ოსირის შაფი. ეს არის ღრმა მიწისქვეშა ნაგებობა, რომელიც დიდი პირამიდის მახლობლად აღმოაჩინეს. მის შიგნით არის კლდეში გამოკვეთილი ოთახები და დიდი გრანიტის სარკოფაგი, ანუ ქვის კუბო. კიდევ უფრო შთამბეჭდავია მისი მდებარეობა. ის მდებარეობს მიწის სიღრმეში. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩდება კითხვა, როგორ ჩააწვეს იქ ასეთი მძიმე ქვის ბლოკები. დღემდე ექსპერტები კვლავ სწავლობენ ამას. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ რამპების, თოკების, ხის სათრევებისა და ათასობით მუშის კომბინაციას, რათა გადაიტანათ გიგანტური ქვების სწორ ადგილას. ასევე არსებობს ოსირისის ნაწილი, ოსირისის შახტი, რომლის ცენტრალური ოთახის ირგვლივ წყალია. ამიტომ ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს უძველეს წყლის ნაკადის სისტემასთან. თუმცა დღემდე არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ ზუსტად როგორ მუშაობდა ეს ძველ დროში. დროის გასვლასთან ერთად უფრო და უფრო მტკიცდება, რომ ძველი ეგვიპტელები საოცარი ცოდნით გამოირჩეოდნენ ინჟინერიაში, მათემატიკასა და დაგეგმვაში. დიდი პირამიდის აშენება უბრალო პროექტი არ იყო. ეს იყო უზარმაზარი ოპერაცია, რომელიც მოითხოვდა ორგანიზებას, დისციპლინას და ძალიან ზუსტ გამოთვლებს. სინამდვილეში დიდი პირამიდის ნამდვილი საიდუმლო შეიძლება ის კი არ იყოს, ჰქონდათ თუ არა მათ საიდუმლო ტექნოლოგია. უფრო გასაოცარია ის, თუ როგორ შეძლეს მათი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობის აშენება, მხოლოდ იმ დროისათვის არსებული ხელსაწყოებით. ეხლა გადავიდეთ მთავარ თემაზე. რა არის პირამიდების ის საიდუმლო, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე გაუგებარია მკვლევრებისთვის? და ამას გავიგებთ ახლა. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა, ასე რომ დავიწყოთ. ეს არის სერაპეუმის საკარაში. პირველ შეხედვაზე ეს უბრალოდ მიწისქვეშა გვირაბების სერია უდაბნოს ქვეშ. მაგრამ როცა შიგნით შეხვალ, დაინახავ ერთ-ერთ ყველაზე დიდ გრანიტის ბლოკებს, რაც კი ეგვიპტეშია ნაპოვნი. თითოეული მათგანი უზარმაზარია, ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 70 ტონას იწონის თავსახურიანად. და რაც უფრო გასაოცარია, მათი უმეტესობა ამოჭრილია ერთი უზარმაზარი გრანიტის ბლოკიდან. ეს ჩვეულებრივი ქვა არ არის. გრანიტი ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ქვაა. მაშინაც კი თანამედროვე ეპოქაში საჭიროა სპეციალური აღჭურვილობა, რომ სწორად გაიჭრას და ფორმა მიეცეს მას. ამიტომ ბევრი ადამიანი გაოცებულია ამ ბლოკების დამზადების ხარისხით, როცა მათ გვერდებსა და ზედაპირს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ფორმა ძალიან სწორია. კუთხეები თითქმის ზუსტად კვადრატულია, ხოლო ყუთის კედლები თითქმის ერთნაირი სისქისაა. აქედან დაიწყო ბევრი დებატი. არსებობს რამდენიმე ადამიანი, ვინც თვლის, რომ ამ ყუთების დასამზადებლად გამოყენებული ტექნოლოგია უფრო განვითარებული იყო, ვიდრე ისტორიულად მიღებულია. ზოგი ამბობს, რომ შესაძლოა ძველ ეგვიპტელებს ჰქონდათ სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ სულად არ გვესმის.
თუმცა არქეოლოგების უმეტესობის თქმით, ჯერ ამ აღმოჩენილა მტკიცებულება, რომ იმ პერიოდში ეგვიპტეში არსებობდა თანამედროვე მანქანები ან განვითარებული მოწყობილობები. ამის ნაცვლად ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ყუთები არის ხანგრძლივი ვარჯიშის, ქვის დამუშავების, ოსტატობისა და უზარმაზარი სამუშაო ძალის შედეგი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, გასაოცარი შედეგის მისაღწევად აუცილებელი არ არის საიდუმლო ტექნოლოგიის არსებობა. ზოგჯერ ათასობით გამოცდილი მუშა და მრავალი წლის ტექნოლოგია საკმარისია. კიდევ ერთი გამოცანაა ამ გრანიტის ყუთების ნამდვილი დანიშნულება. მიღებული არქეოლოგიური შეხედულების მიხედვით ისინი შეიქმნა როგორც წმინდა აპის პულსის ერთგვარი წმინდა ხარის საბოლოო სამყოფელი, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ძველი ეგვიპტის რელიგიისთვის. თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი სვამს კითხვას, რატომ იყო საჭირო ყუთების ასეთი უზარმაზარი და ზუსტი დამზადება, თუ ისინი მხოლოდ დასაფლავებლად გამოიყენებოდა. დღემდე ამაზე დისკუსია გრძელდება. სერაპეუმის სტუმრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შემჩნეული რამ არის უჩვეულო ხმა ოთახებში. როცა გვირაბის ზოგიერთ ნაწილში საუბრობ, ექო თითქოს უფრო ძლიერი და უფრო დიდხანს გრძელდება. მაგრამ ექსპერტების თქმით, ეს ნორმალურია დახურულ ოთახებში, რომლებიც მყარ ქანებშია, მაგალითად გრანიტში. ეს არ არის რაიმე დაკარგული ტექნოლოგიის მტკიცებულება, მაგრამ ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ეს ადგილი უჩვეულოდ გვეჩვენება. ყუთების გარდა კიდევ ერთი კითხვა ხშირად ჩნდება, როგორ შეიტანეს ისინი მიწის ქვეშ? სერაპეუმის გვირაბები ვიწროა, თუ შევადარებთ ზოგიერთი გრანიტის ყუთის ზომას, ამიტომ დღემდე მკვლევარები სწავლობენ ზუსტად რა მეთოდი გამოიყენეს, რომ ეს ყუთები კარიერიდან მათი ამჟამინდელი მდებარეობამდე გადაეტანათ. და სანამ სერაპეუმზე დებატები მიმდინარეობს, ბევრი ადამიანის ყურადღება ისევ ეგვიპტის ყველაზე ცნობილ ნაგებობაზე, გიზის დიდ პირამიდაზე ბრუნდება. მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი თვისება მისი ორიენტაცია. პირამიდის 4 მხარე თითქმის ზუსტად ერთ ხაზზეა განლაგებული. სოფლიოს 4 ძირითად მიმართულებაზე: ჩრდილოეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი და დასავლეთი. წლების განმავლობაში მეცნიერები და ინჟინრები აღფრთოვანებულნი იყვნენ, როგორ შეძლეს ეს ძველმა ეგვიპტელებმა კომპასისა და თანამედროვე მოწყობილობების გარეშე. მკვლევართა თქმით, ისინი ალბათ ვარსკვლავების ფრთხილი დაკვირვებით ადგენდნენ სწორ მიმართულებას. ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად ფართო იყო მათი ცოდნა ასტრონომიაში და რომ პირამიდა მხოლოდ გარედან არ არის შთამბეჭდავი, მის შიგნით არის ოთახები, რომლებიც დღემდე იკვლევიან. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მათგანია მეფის ოთახი. ეს ოთახი დამზადებულია დიდი გრანიტის ბლოკებისგან და აქვს უჩვეულო აკუსტიკური თვისებები. როდესაც ვინმე ლაპარაკობს ან ხმას გამოსცემს, შიგნით ხმის ტალღები კედლებზე აირეკლება და ძლიერ რეზონანსს ქმნის. ერთად მოусმინოთ ამას. ამიტომ ზოგი ადამიანი ვარაუდობს, რომ ოთახის დიზაინს შესაძლოა განსაკუთრებული დანიშნულება ჰქონდეს. თუმცა, ექსპერტების უმეტესობის თქმით, ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს რაიმე მოწინავე ტექნოლოგიისთვის ან საიდუმლო ენერგეტიკული სისტემისთვის გამოიყენებოდა. ამ დროისთვის ყველაზე უსაფრთხო დასკვნა ასეთია: დიდი პირამიდა და სერაპეუმი უძველესი ეგვიპტელების შესაძლებლობების ორი გამორჩეული მაგალითია. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით ზუსტად როგორ მუშაობდნენ ისინი, მაგრამ ერთი რამ ნათელია, ათასობით წელი გავიდა, მაგრამ ისინი კვლავ აოცებენ ინჟინრებს, მეცნიერებსა და ისტორიკოსებს მთელ მსოფლიოში. და ალბათ ეს არის მიზეზი, რატომაც დღემდე არ ქრება ეგვიპტის საიდუმლო, მიუხედავად ყველაფრისა. და როცა მეცნიერები სწავლობენ პირამიდის შიგთავს, კიდევ ერთი უფრო საკამათო იდეა გაჩნდა მე-20 საუკუნეში. იდეა, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა დიდი პირამიდა მხოლოდ სამარხი არ იყო, 1962 წელს მწერალმა სახელად ედუარდ კუნკელმა გამოსცა წიგნი. მის წიგნში მან წამოაყენა უცნაური თეორია. მისი თქმით, დიდი პირამიდა შეიძლება გიგანტურ წყლის ტუმბოდ გამოიყენებოდა. ამ თეორიის მიხედვით, პირამიდის შიგნით არსებული გვირაბები და ოთახები უბრალოდ გასავლელები არ იყო. ამის ნაცვლად ისინი დიდი სისტემის ნაწილი იყო, რომელიც წყლის გადატანას ემსახურებოდა. ერთი შეხედვით ეს იდეა თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკაა და ეგვიპტოლოგების უმეტესობისთვის ეს დაუჯერებელია. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ამ თეორიას საკმარისი მტკიცებულება არ აქვს. ასევე არიან ინჟინრები, რომლებმაც ეს კონცეფცია შეისწავლეს და თქვეს, რომ წიგნში აღწერილი დიზაინის მიხედვით მისი მუშაობა რთულია, თუმცა ზოგიერთი მკვლევარის ინტერესი ამ იდეის მიმართ ბოლომდე არ გამქრალა. ზოგი ადამიანი კითხვას სვამდა, თუ დიდი პირამიდა ასეთი მასშტაბურია, რატომ დახარჯეს ამდენი დრო, ფული და ენერგია მის აშენებას. აკადემიური არქეოლოგიის მიხედვით პასუხი დაკავშირებულია რელიგიასთან, ძალაუფლებასთან და ძველი ეგვიპტელების რწმენასთან სიცოცხლის შემდეგ.
მათთვის ფარაონი ჩვეულებრივი მმართველი არ იყო. ის იყო წმინდა ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა მათ რწმენაში. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ისინი მზად იყვნენ უზარმაზარი რესურსები დაეხარჯათ მონუმენტური სამარხის ასაშენებლად. მაგრამ მათთვის, ვინც ალტერნატიულ თეორიას უჭერს მხარს, ეს ახსნა მაინც არასაკმარისია. ამიტომ ისინი განაგდობენ პირამიდის სხვა შესაძლო დანიშნულების ძიებას. აქ შემოდის ეგვიპტეში კიდევ ერთი მისტიკური ადგილი, ზავიათ ელ-არიანი. ეს არის არქეოლოგიური ადგილი, რომელიც გიზასთან ახლოს მდებარეობს. ამ ადგილზე აღმოაჩინეს დიდი ორმო და რამდენიმე უცნაური გრანიტის ნაგებობა, რომელსაც კვლევრები დიდი ხანია სწავლობენ. 1900-იანი წლების დასაწყისში გათხრებს ატარებდა იტალიელი არქეოლოგი ალესანდრო ბარსანტი. როდესაც ის თხრიდა ამ ადგილს, მან აღმოაჩინა დიდი გრანიტის ბლოკები და სხვა უჩვეულო სტრუქტურები ჩვეულებრივ ნაგებობებთან ერთად. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა იყო დიდი გრანიტის აუზი, ანუ კონტეინერი, რომელიც ძალიან დახვეწილად იყო დამზადებული. ამის გამო დაიწყო სხვადასხვა ვარაუდების გაჩენა მისი ნამდვილი დანიშნულების შესახებ. ზოგი ამბობდა, რომ ეს იყო რიტუალის ნაწილი. ზოგი ამბობდა, რომ ეს დაკავშირებულია ჯერ კიდევ აღმოუჩენელ მიწისქვეშა კომპლექსთან. ასევე იყვნენ ისეთებიც, ვინც ცდილობდა ამის დაკავშირებას თეორიებთან, რომლებიც დიდ პირამიდას ეხება. მაგრამ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ იდეების უმეტესობა მხოლოდ ვარაუდად რჩება. ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ადგილი დაკავშირებულია რომელიმე განვითარებულ ტექნოლოგიასთან ან მისტიკურ ენერგეტიკულ სისტემასთან. კიდევ ერთი მოვლენა, რომელსაც ხშირად ყვებიან ამ ადგილთან დაკავშირებით, არის ძლიერი წვიმა, რომელიც მოხდა გათხრების დროს. ძველი ანგარიშების მიხედვით, დიდი ორმო წყლით აივსო ქარიშხლის შემდეგ. რამდენიმე საათის შემდეგ წყლის დონე თითქოს დაეცა, ამის გამო ზოგიერთმა ეჭვი გამოთქვა, შეიძლება მიწისქვეშ დამალული გვირაბები ან ოთახები იყოს, მიწა რომელიც წყალს შთანთქავს, მაგრამ დღემდე არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომელიც ნამდვილად დაადასტურებს ამის მიზეზს. შეიძლება ეს უბრალოდ მიწისქვეშა წყლის ბუნებრივი გაჟონვა იყოს. შეიძლება ქვებში ბზარები იყოს. ან შეიძლება კიდე სხვა ახსნა არსებობს, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ. და აქ კიდევ უფრო საინტერესო ხდება ეგვიპტის ამბავი. ყოველ ამოხსნილ საიდუმლოზე ახალი კითხვა ჩნდება. ყოველ ახალ აღმოჩენაზე ახალი დებატი იწყება. ამის მიუხედავად, პირველი მსოფლიო ომი დაიწყო. ომის გამო ეგვიპტეში ბევრი არქეოლოგიური პროექტი შეჩერდა და ბევრი ადგილი სრულად გამოუძიებელი დარჩა. ისტორია კიდევ უფრო საიდუმლო გახდა, როდესაც ბარსანტი 1917 წელს გარდაიცვალა. შემდეგ ათწლეულებში ბევრი მკვლევარის ინტერესი ამ ადგილით ნელ-ნელა გაქრა, მაგრამ ამით ისტორია არ დასრულებულა. 1960-იან წლებში ზავიათ ელ-არიანით რამდენიმე მკვლევარის ინტერესი კვლავ გააქტიურდა. თუმცა იმ დროისთვის ეს ადგილი უკვე სამხედრო ზონის ნაწილი იყო. ამ მიზეზით მკვლევარებისა და არქეოლოგებისთვის ცდომა შეზღუდული იყო. დღემდე ამ ადგილის ბევრი ნაწილი ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი, ვიდრე ეგვიპტის სხვა არქეოლოგიური ადგილები. ბუნებრივია გაჩნდა სხვადასხვა თეორიები. ზოგი ამბობს, რომ ეს ადგილი შესაძლოა დაკავშირებულია დიდ პირამიდასთან. ასევე არიან ისეთებიც, ვინც ფიქრობს, რომ მის ქვეშ შეიძლება დამალული მიწისქვეშა კომპლექსი იყოს. ამჟამად მათი უმეტესობა მხოლოდ ვარაუდად რჩება. ამ საიდუმლოებებთან ერთად კიდევ ერთი საკამათო საკითხიც არსებობს. იდეა, რომელიც ბოლო ათწლეულებში კვლავ პოპულარული გახდა. ეს არის თეორია, რომ დიდი პირამიდა შესაძლოა მხოლოდ სამარხი არ იყოს. არსებობენ მწერლები და მკვლევარები, რომლებმაც ივარაუდეს, რომ შესაძლოა მას სხვა დანიშნულებაც ჰქონოდა უძველეს დროში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეა, ეგრეთ წოდებული წყლის ტუმბოს თეორია. ამ თეორიის მიხედვით, დიდი პირამიდის შიგნით არსებული ზოგიერთი ოთახი და დერეფანი შესაძლოა წყლის მოძრაობასთან დაკავშირებული სისტემის ნაწილი ყოფილიყო. თუმცა, მთავარი არქეოლოგიის მიხედვით ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ იდეას უჭერს მხარს. ამას ასევე უმეტესობა ეგვიპტოლოგებისა არ აღიარებს. თუმცა, ეს არ შეუშლია ხელს ზოგიერთ ინჟინერს შეესწავლათ ეს კონცეფცია საკუთარი ჰიდრაულიკის ცოდნის გამოყენებით. ერთ-ერთი მათგანი იყო ჯონ კედმანი, საზღვაო ინჟინერი, რომელიც დაინტერესდა ამ თეორიით, მას შემდეგ, რაც 1980-იანი წლების ბოლოს წაიკითხა ძველი წიგნი დიდი პირამიდის შესახებ. როგორც წყლის მოძრაობისა და ჰიდრაულიკური სისტემების ექსპერტმა, მან გადაწყვიტა შეემოწმებინა, შესაძლებელი იყო თუ არა ასეთი იდეა. ამიტომ მან შექმნა სხვადასხვა მასშტაბის მოდელები პირამიდის დიზაინის საკუთარი ინტერპრეტაციის საფუძველზე. პირველი მოდელები წარმატებული არ იყო, ზოგი ჟონავდა, ზოგი გაფუჭდა, ზოგი კი ისე არ მუშაობდა, როგორც მას ეგონა. მაგრამ მან არ დანებდა.
რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან შექმნა მოდელი, სადაც წყალი იმოძრავებდა ისე, როგორც მას სურდა. კედმანისთვის ეს იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო მსგავსი დიზაინის გამოყენება წყლის მოძრაობის სისტემად. თუმცა მნიშვნელოვანია ერთი რამ განმარტოთ. წარმატებული მოდელის ექსპერიმენტი არ ნიშნავს იმას, რომ ეს ნამდვილად იყო დიდი პირამიდის ნამდვილი დანიშნულება. სხვაობა იმაში, თუ რა შეიძლება იმუშაოს და რა ნამდვილად გაკეთდა. აი, რატო არ იღებენ ექსპერტების უმეტესობა წყლის ტუმბოს თეორიას ოფიციალურ ახსნად? როდესაც კედმენი აგრძელებდა ექსპერიმენტებს, მან კიდევ ერთი უცნაური ეფექტი შენიშნა. მისი დაკვირვებით, მის რამდენიმე მოდელს ვიბრაცია ან პულსი უჩნდებოდა. როდესაც წყალი მოძრაობდა, აქ დაიწყო მისი თეორიის უფრო საკამათო ნაწილი. მან ივარაუდა, რომ ამ ვიბრაციებს შეიძლება უფრო დიდი როლი ჰქონდეთ პირამიდის დიზაინში. შემდგომში თეორიის რამდენიმე მხარდამჭერმა ივარაუდა, რომ ეს შეიძლება ენერგიას, ან ელექტროენერგიას უკავშირდებოდეს. მაგრამ ამ ეტაპზე ესეთი იდეისადმი სამეცნიერო მხარდაჭერა კიდევ უფრო სუსტდება. ჯერ არ არსებობს არქეოლოგიური მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ დიდი პირამიდა ელექტროსადგურად ან ელექტროგენერატორად გამოიყენებოდა. ასევე არ აღმოჩენილა მოწყობილობები, გაყვანილობა ან რაიმე ტექნოლოგია, რომელიც ამ დასკვნას დაუჭერდა მხარს. ამიტომ ისტორიკოსებისა და მეცნიერების უმეტესობა ამას მხოლოდ სპეკულაციურ თეორიად მიიჩნევს. თუმცა არსებობს ერთი მიზეზი, რის გამოც ეს თემა კვლავ განიხილება. მართლა შთამბეჭდავია დიდი პირამიდა, როცა მის ზომებს უყურებ შესრულების სიზუსტეს და იმ შრომის რაოდენობას, რაც მის აშენებას დასჭირდა, ადვილია გაიგო, რატომ ეძებენ ბევრი ადამიანები უფრო ღრმა ახსნას. მაგრამ ზოგჯერ ნამდვილი პასუხი შეიძლება უფრო მარტივი იყოს, ვიდრე მგონია. შესაძლოა დიდი პირამიდის ყველაზე დიდი საიდუმლო არც დაკარგული ტექნოლოგია და არც ეგრეთ წოდებული უძველესი ენერგეტიკული სადგური. შესაძლოა ეს უბრალოდ დასტურია იმისა, თუ რამდენად ჭკვიანები, შრომის მოყვარეები და ორგანიზებულები იყვნენ ძველი ეგვიპტელები, რომ შეძლეს ისეთი ნაგებობის აშენება, რომელიც ათასობით წლის შემდეგაც აოცებს მთელ მსოფლიოს. ეხლა ცოტა გადავუხვიოთ თემას და ვისაუბროთ ერთ ცნობილ დავიწყებულ ამბავზე. მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიკოლა ტესლა ცნობილი გახდა თავისი ექსპერიმენტებით უკაბელო ენერგიის შესახებ. მას სურდა ელექტროენერგიის გადაცემა გრძელ მავთულების გარეშე. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი იყო ვორდენკლიფის კოშკი ნიუ-იორკში. ეს იყო დიდი კოშკი, რომელიც აშენდა ენერგიის მიწისა და ატმოსფეროს საშუალებით გადაცემის საცდელად. მაგრამ პროექტი კარგად არ დასრულდა, რადგან მას დაფინანსება აღარ ჰქონდა. აქედან დაიწყო ზოგიერთი ადამიანის მიერ ნიკოლა ტესლასა და დიდ პირამიდას შორის კავშირის გავლება. ზოგი ამბობს, რომ ტესლას იდეა თითქოს გავს პირამიდის შესაძლო დიზაინს. დიდი პირამიდა ადრე დაფარული იყო თეთრი კირქვის გარსით. კირქვა ისეთი გამტარი არ არის, როგორც ლითონი. პირამიდის შიგნით კი არის ნაწილები, რომლებიც გრანიტისგანაა დამზადებული და გრანიტი შეიცავს მინერალებს, რომლებიც რეაგირებენ წნევასა და ვიბრაციაზე. ამიტომაც ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პირამიდაში გამოყენებული მასალები უბრალოდ ქვები არ არის. შეიძლება კირქვისა და გრანიტის კომბინაცია სპეციალური ფუნქციისთვის იყო განზრახ შერჩეული. მაგრამ მნიშვნელოვანია განმარტოთ, ჯერ კიდევ არ არსებობს მტკიცებულება, რომ დიდი პირამიდა ელექტროენერგიის გენერატორად გამოიყენებოდა. არ აღმოჩენილა სადენების სისტემა, არც ბატარეა, არც მანქანა. და არც ერთი უძველესი ჩანაწერი არ ამბობს, რომ პირამიდა ელექტროსადგური იყო. ამიტომ ამ ეტაპზე ეს იდეა მხოლოდ თეორიად რჩება. ეს თეორია კიდევ უფრო მეტად დაინტერესდა მას შემდეგ, რაც რობოტებმა დედოფლის ოთახში არსებული პატარა შახტები შეისწავლეს. ამ შახტებში ადამიანი ვერ ეტევა. ამიტომ გამოიყენეს რობოტი, რათა ენახათ რა იყო შიგნით. ზოგიერთი გვირაბის ბოლოს პატარა კირქვის ბლოკები აღმოაჩინეს, რომლებიც კარის მსგავსია. აქ ასევე მიმაგრებული იყო სპილენძის პინები. იმის გამო, რომ მასალა სპილენძია, ზოგიერთმა ადამიანმა მაშინვე იფიქრა, რომ ეს შეიძლება ელექტროენერგიასთან იყოს დაკავშირებული. მაგრამ არქეოლოგების უფრო ფრთხილი განმარტებით, სპილენძის პინები საკმარისი არ არის იმის დასამტკიცებლად, რომ ეს ელექტროსისტემა. შეიძლება ეს დეკორატიული იყოს, შეიძლება სიმბოლური. ასევე შეიძლება ეს უბრალოდ შახტის და ლუქვის ნაწილი იყოს. პრობლემა ისაა, რომ ჯერ კიდევ არ გვაქვს სრული პასუხი. ამიტომ საჭიროა ნათლად ითქვას. შახტში სპილენძი იპოვეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პირამიდაში მაშინვე ელექტროენერგია იყო. ასევე არსებობს 2018 წლის კვლევა, რომელმაც შეისწავლა, როგორ რეაგირებს დიდი პირამიდის ფორმა ელექტრომაგნიტურ ტალღებს. კვლევა მაჩვენა, რომ გარკვეულ პირობებში პირამიდის ფორმას შეუძლია ელექტრომაგნიტური ენერგიის კონცენტრაცია მის შიგნით და ქვეშ. ეს საინტერესოა, მაგრამ ეს არ ამტკიცებს, რომ ძველ დროში პირამიდა ელექტროენერგიას აწარმოებდა. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ როდესაც თანამედროვე ფიზიკის მოდელს იყენებ, პირამიდის ფორმას რადიოტალღებთან უცნაური ინტერაქცია აქვს. განსხვავებულად შეუძლია ენერგიაზე რეაგირება.
სხვა იმის თქმა, რომ ის რეალურად ელექტროსადგურად გამოიყენებოდა. სწორედ აქ ხშირად ხდება არასწორი გაგება. არსებობენ თანამედროვე მწერლები, მაგალითად კრისტოფერ დანი, რომლებმაც წამოაყენეს იდეა, რომ დიდი პირამიდა მანქანაა, რომ ის იღებს ენერგიას დედამიწიდან. მისი თეორიის მიხედვით შესაძლებელია ქიმიური რეაქცია, ვიბრაცია და წყალბადი იყოს სისტემის ნაწილი. მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს უმეტესობა მთავარი არქეოლოგიის არ იღებს ოფიციალურ ახსნად. არქეოლოგების უმეტესობისთვის დიდი პირამიდა ფარაონ ხუფუს სამეფოს სამარხის კომპლექსის ნაწილია. ეს უბრალოდ სასაფლაო არ არის. ეს იყო უზარმაზარი პროექტი რელიგიისთვის, ძალაუფლებისთვის და სიცოცხლის შემდეგ რწმენისთვის ძველი ეგვიპტელების. მათი რწმენით ფარაონს განსაკუთრებული როლი ჰქონდა სიკვდილის შემდეგ. ამიტომ მათთვის ლოგიკური იყო უზარმაზარი რესურსების გამოყენება პირამიდისთვის. მაგრამ თუ კი ელექტროსადგურის თეორიასაც არ მივიღეთ, ეს არ ნიშნავს, რომ დიდი პირამიდა ჩვეულებრივი რამაა. წინანდულებში ზოგჯერ უფრო გასაოცარია უბრალო ახსნა. წარმოიდგინე ეს. მათ არ ჰქონდათ ამწეები, როგორც დღეს გვაქვს, არ ჰქონდათ თანამედროვე სათვითო მანქანები, არ ჰქონდათ კომპიუტერული დიზაინი, მაგრამ შეძლეს ქვის გაჭრა, გადატანა და დალაგება. და მილიონობით ქვის დადება უზარმაზარ ნაგებობაზე, რომელიც დრემდე დგას. ეს არის ნამდვილი საიდუმლო. არ არის საჭირო, რომ ეს უცხო პლანეტელთა ტექნოლოგია წარმოვიდგინოთ. არ არის საჭირო, რომ ეს უძველესი ელექტროენერგიის წყარო წარმოვიდგინოთ. იმ მტკიცებულებების მიხედვითაც კი რაც დღეს გვაქვს, აშკარაა, რომ ძველი ეგვიპტელები ძალიან მაღალ დონეზე ფლობდნენ დაგეგმვას, ორგანიზებას, მათემატიკასა და ინჟინერიას. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ადამიანი კვლავაც ცდილობს სხვადასხვა თეორიების შემოწმებას, მეცნიერები და არქეოლოგები აგრძელებენ მუშაობას. დღეს ისინი იყენებენ რობოტებს, მთვარის სკანირებას, რადარსა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა დაინახონ პირამიდის ის ნაწილები, რომელთა დაზიანებაც საჭირო არ არის. ამიტომ შესაძლებელია, რომ მომავალ წლებში ჩვენ კიდევ აღმოვაჩინოთ ახალი ოთახი, ახალი გასასვლელი ან ახალი ახსნა მისი აშენების ნამდვილი მეთოდის შესახებ. მაგრამ ეხა ეს არის ყველაზე დაბალანსებული პასუხი. დიდ პირამიდას აქვს უცნაური თავისებურებები. არსებობს კითხვები, რომლებზეც ჯერ კიდევ არ გვაქვს პასუხი. არსებობს თეორიები, რომლებიც ძალიან საინტერესოა. მაგრამ ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს უძველესი ენერგოსადგურია. რაც ნამდვილად ვიცით, დიდი პირამიდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ ძველი ეგვიპტელები უბრალო ადამიანები არ იყვნენ, რომლებიც უბრალოდ ქვებს აწყობდნენ, ისინი იყვნენ დამგეგმავები, ისინი იყვნენ მშენებლები, ისინი იყვნენ ვარსკვლავების დამკვირვებლები და მათ შეეძლოთ ისეთი ნაგებობის აშენება, რომლის სრულად ახსნაც თანამედროვე სამყაროსაც კი უჭირს. შესაძლოა დიდი პირამიდის ნამდვილი საიდუმლო ის კი არ არის, გამოაქვს თუ არა მას ელექტროენერგია. ნამდვილი საიდუმლო კი ის არის, თუ როგორ შეძლო ადამიანმა ამის გაკეთება ათასობით წლის წინ. ეს არის რაღაც, რაც დღემდე აჩენს კითხვებს მთელ მსოფლიოში. შევისწავლეთ.